ჩვენი შემდეგი სტუმარი ჩვენს პოდკასტში არის ალექს გიჯაშვილი, Exxon Consulting-ის დამფუძნებელი. მოგესალმები, ალექს, როგორ ხარ? გამარჯობა. შესანიშნავად იდეალური გარემო, იდეალური დღე. ესე იგი, როგორც შეეფერება networking Georgia-ს ღონისძიებას, მოკლედ, ესე იგი, დღეს საუბრობთ რეალურად იმაზე, თუ რისთვისაც ვართ ამ მშვენიერ ადგილას შეკრებილები და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილება ამ მიმართულებით და მოდი ესე დავიწყებ პირველ შეკითხვას. თქვენი აზრით, აი რა როლი უჭირავს networking-ს ბიზნესში და მე შეიძლება პირად კონტაქტების მოპოვებაშიც, ესე რომ ვთქვათ. ოკეი. კარგი. ალბათ დავიწყებდი ჩვენ კონტექსტში, იმიტომ რომ ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია ვართ და იდეაში კომპანიებს, ბიზნესებს ვმუშაობთ, რა თავიანთი ბიზნეს პროცესები უფრო მოქნილები გახა, წარმატებული მოქნილები და ეფექტური იყოს ტექნოლოგიების გამოყენებით და ესე შემდეგ და შესაბამისად ჩვენ ნაწილში ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ ერთია ტექნოლოგია, რას აკეთებ და მეორე არის ადამიანური ფაქტორი. ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანისთვის აკეთებ, ადამიანები ქმნიან ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე ჩვენ რასაც ვაკეთებთ ხოლმე ერთი რომ პროცესს ქმნი, მაგრამ მეორე მხრივ ადამიანურ გამოცდილებას ქმნი. ანუ თქვენ ადამიანებს არ ანაცვლებთ ტექნოლოგიებით? ხო, ჩვენ მაგ სექტიდან არ ვართ. ჩვენ მაგას არ ვაკეთებთ და შესაბამისად ადამიანს როდესაც კარგი მომხმარებელს, კლიენტს, პარტნიორს ასე ვეძახით ხოლმე, ხო? როცა კარგი გამოცდილება აქვს ჩვენთან ურთიერთობის. აქედან გამომდინარე ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი წარმატების საზომი ამბავი. იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში ერთია რომ ძალიან გამართული მარკეტინგი შეგიძლია აკეთო და კარგი ეთთოქები აკეთო, მაგრამ ის რომ სხვა ადამიანის წარმატების რეკომენდაცია გასცე, რომ ჩვენ მაგალითად ვიმუშავეთ Exxon-თან და კარგი გამოცდილება გვაქვს. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში აი networking-ის აი ამ კომპონენტს, როცა ჩვენზე ლაპარაკობენ სხვები, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო და ალბათ ამაზე აქედან დავიწყებდი და მეორე მხრივ ალბათ ეს ნოა-ჰარ არის რომ დავევსესხოთ საპიენსიდან, ხო, ანუ ჩვენ რატომაც ადამიანებმა მოახერხეთ ის რომ ყველაზე ძლიერები ვართ ამ პლანეტაზე, ის რომ კოლაბორაციულად შევძელით თანაცხოვრება. ანუ მე და თქვენ რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაც საფრთხეებზე შევთანხმდით, რაღაც ინსტინქტებზე და საერთო მიზნებზე და აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ერთმანეთი დიდად არ მოგწონდეს, მაინც რაღაც დარაზმულები მივდივართ მას კონკრეტული საქმისკენ. იგივე ამბავი არის networking-ც, ხო? ანუ ადამიანებს შორის რაღაცა ურთიერთობები. მე რაღაცა მინდა თქვენგან და თქვენც რაღაცა უნდა მიიღოთ ჩემგან. ანუ ესე ვამბობთ ხოლმე, რომ რაღაცა ტანგოს გავს რა, ანუ სნაბიჯი თქვენკენ, თქვენ შესაბამისი ნაბიჯი უნდა გადადგათ, რომ რაღაცა ერთი რაღაცისკენ ერთმა რაღაცამ გაგვაერთიანოს. ხო, ანუ ალბათ აი ესე შევკრავდი. აი ესეთ ქვეკითხვას დავსვავდი, რამდენად არის შესაძლებელი, ეხა ახსენეთ, რომ შეიძლება ჩვენ ვერ ვუგებდეთ ერთმანეთს, პირობითად ვამბობ. მუშაობდეთ ერთ ოფისში, ერთ სამსახურში ვიყოთ, პიროვნულად ვერ უგებდეთ ერთმანეთს, არ ვიყოთ ერთნაირი ტიპაჟები, ერთნაირი ადამიანები, მაგრამ მიზანი გვაერთიანებდეს, ანუ შეიძლება კი ესეთ სიტუაციაში წარმატებულად მივახცევთ იმ კონკრეტულ მიზანს, თუ მაინც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადამიანურ დონეზე რაღაცა საერთო გადაკვეთის წერტილებში მაინც ვიყოთ რაღაცა გამგებები ერთმანეთის მიმართ, არ ვიცი, როგორ შეიძლება. ჩვენ ადამიანები ვახერხებთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ერთმანეთს არ ვენდობოდეთ, ანუ ჩვენი წარმატებული პარტნიორობა აუცილებლივ ნდობაზე არ დგას ხოლმე. ეხლა ვსაუბრობ უფრო მეტად ბიზნესურ networking-ზე, იმიტომ რომ კონტექსტი მაინც უფრო ბიზნესურია, ხო? თავარი ეს საერთო მიზანი გვაერთიანებდეს და ამ საერთო მიზანში თქვენც და მეც benefits უნდა ვხედავდე. აუცილებლად. აი ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ კოოპერაციას ერთად, ხო? ამიტომ გონა რომ ბლოკერი საერთოდ არ არის ხოლმე. იმიტომ რომ ეს არის შეიძლება ჩვენში ყველა არ მოგწონდეს ყველა, მაგრამ ნუ მაინც ვახერხებთ. არც არის აუცილებელი. მით უფროზე რა თქვა. ნამდვილად. იცი რა არის, მეორე კითხვა უფრო მექნება აი იმ ნაწილზე, რაც თქვენ ალბათ წლების განმავლობაში გაქვთ დაგროვილი, იმიტომ რომ მართავთ ბიზნესს, ძალიან ბევრ კომპანიასთან გაქვთ ურთიერთობა, ბევრნაირ დამფუძნებელთან თუ სიტყვაზე salesman-თან ქონიათ შეხება და ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი აუდიტორიისთვის, თქვენ რო გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება, აი უშუალოდ რა არის წარმატებული networking-ისთვის მნიშვნელოვანი, რომ აი რაღაცა წესები არ ვიცი თუ გაქვთ ეგეთი საერთოდ. წესები ძალიან რთული იქნება ესე წესები, იმიტომ რომ ყოველ შაბლონურად ვერ მუშაობთ, მაგრამ ერთი რაღაცა რაც არ ვიცი, არაფერს არ ეფუძნება, ალბათ უფრო ჩემი ემპირიული გამოცდილებას ეფუძნება. ტვინში არის რაღაცა პატარა მილიწამი,
როცა ჩვენ ხო ადამიანები მაინც უფრო ესეთი თამით უფრო ქართული კულტურაც გვაქვს ესეთი ხო რომ ოდნავ მაინც და მაინც არ მიშვებს გახსნილობისკენ მოდი მარტივად რო ხსენ ან ტვინი ყოველთვის მეუბნება რომ მოდი იქნებ არ შეხვდე მოდი იქნებ არ ნახო მოდი იქნებ LinkedIn-ზე მიწერე ცალკე ხო და აი სანამ ტვინი მაგას მეტყვის მანამდე არის რაღაცა ძალიან პატარა მონაკვეთი დროის რომელსაც უნდა გამოიყენო და მე უკვე უკან ხიდს წვავ ესე რომ ვთქვა. ამიტომ მე შეიძლება თქვენთან მინდა მოსვლა გაცნობა მინდა რაღაცაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩემი ტვინით მატრიგერებს მოდი არქნა, აი სანამ მაგას მეტყვის, მოდი იქნებ მანამდე დავასწრო. ჩემი პირადი ისეთი არა, ემპირიული გამოცდილება მართლაც არ ვამთნისებ რამდულად ეგრეა. ხო, მაგრამ ეს არის ჩემი ნაწილი. სამწუხაროდ რეცეპტულად ერთი ეგ მაგას ვიტყოდი, რომ ეგ ნაწილია. მეორე ალბათ არის ის, რომ აქ კიდე სხვა კოლეგებმაც ისაუბრეს ჩვენ ქართულ კულტურულ კონტექსტზე, ხო? იმიტომ რომ ამის აღმოსავლური კულტურა, აღზრდის მაინც აღმოსავლური კომპონენტი, იმიტომ რომ შეიძლება ზეტებში ეგრე აღარ არის, მაგრამ მე ხა მილენიალი ვარ ამ შემთხვევაში და ჩემ შემთხვევაში ყოველთვის იყო ხოლმე ის, რომ აი მაგალითად ჩვენი კულტურის ნაწილი უცხო ადამიანს არ შეუცხოს არ დაელაპარაკო, იმიტომ რომ მაინც საფრთხესთან აღიქმებოდა ის პერიოდი, სადაც ჩვენ ვიზრდებოდით ხოლმე, უცხო ადამიანი საფრთხე იყო, ხო? ანუ რეალური ესეთი საფრთხეები იყო. ამიტომ რაღაც ეტაპზე მგონია რომ წამოყოლილი არის მაინც ჩვენ ქვეცნობიერში ერთი ეგ ნაწილი რომ უცხოსთან კოლაბორაცია შეიძლება ისე იყოს და სხვა თუ გამაცნობს მე თქვენ თუ გამაცნობს ხო შედარებით უსაფრთხო გარემო არის ჩემთვის რა და უფრო მარტივია იმიტომ რომ სხვა თუ გიცნობს ნდობის კომპონენტი ცალსახად არის და გარდა ამის ასევე მინდა ვთქვა ამაზე დავამატო რომ ფორმის და შინაარსის რაღაც. შეიძლება მაინც პოპულარული არ იყოს და ვიღაცამ შეიძლება არც დაგვეთანხმოს, მაგრამ ჩვენ უფრო ფორმის ხალხი ვართ ხოლმე რაღაც ეტაპზე, ხო? შინაარსი კი, მაგრამ ფორმის კომპონენტიც არის მართლა როგორ წარუდგებინ თუნდაც წინაშე ვინ გამაცნობს ერთია რომ შეიძლება ჩემმა მეგობარმა გამაცნოს, მაგრამ შეიძლება უფრო ვიღაცამ გამაცნოს, ვიღაცა C level-მა გამაცნოს და შესაბამისად ჩემი ანაირად შემომხედოს კი. არაფერზე არ დგას, შეიძლება არც არაფერი არ შეეცვალოს ბუნებრივია, მაგრამ მაინც არის. მაგრამ მანდ ორი რაღაცაა, ხო, ანუ მე თუ უბრალოდ რაღაცა მინდა ვიღაც გავიცნო, მანდ და დიდი არის იმის შანსი რომ ვიღაცას ჩემი ახლობელი არ გიცნობდეთ მაგალითად. მანდ მგონია რომ ეგ ამბავია რომ უნდა ჩემთვის ვაჯობ რაღაც კომპონენტი უცხო მე რა ანუ რას მეტყვით მაქსიმუმ მითხრათ არა მე რა ანუ არა ანუ всё ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს არის არა ეგ არა აი მაგის ხوارბოშინია ქართველებს არ ვიცი აი უარის შიში შეიძლება ბევრგან არის რომ აი ხა აი რომ მივიდე და რაღაცა უხეშად რომ გამომისტუმროს ხო უარით რომ გამომისტუმროს მე რამე შეიძლება აი თითქოს აი მიწა გამისკდეს და ჩავარდე ხო ხშირად არის ხო ხო მე მანდ ესე კრავდი ჩემს სათქმელს ჩვენი აუდიტორიისთვის ალბათ რომ თუ მე ჩემი მიზანი აქ და ახლა მაგალითად დღეს ამ ღონისძიებაზე არის სხვადასხვა ადამიანების გაცნობა მე ასევე უნდა მოვემზადო იმისთვის რომ ეს ადამიანები როგორ გავიცნო ამიტომ მე იმისთვისაც მზად უნდა ვიყო რომ ვიღაც არას მეტყვის ხო ამიტომ თუ არა პირდაპირ ურტყავს ჩემ თვით შეფასებას ან ჩემ ეგოს გონია რომ სანამ საერთოდ აი ამ სავარჯიშოს ნეტვორკინგის სავარჯიშოს დავიწყებ ჩემ თავში უნდა დავალდო ეგ ამბები რომ არა ალექს არაფერი არ მჭირს უბრალოდ რა შეიძლება მართლა არ იყო ეს ადამიანი მშიერი იყო და უბრალოდ არ უნდა ჩემთან ლაპარაკი ამიტომ გონია რომ კი ეგ გვაქვს ალბათ არ ვიცი რამდენად ქართული სენი ალბათ უფრო ჯენერალ ადამიანური სენია ეგ რომ რეზისტენტულობა ეს რაღაც ხო იცი რა არის აი აქ მინდოდა ეგეთი კითხვის დასვა რაღაც კუთხით შენ თვითონ შეეხე და მინდა რაღაც მეც რაღაც დავამატო ამ ნაწილს აი ხშირად აი განსაკუთრებით მარკეტინგში რა როცა სააგენტო ხარ როცა იდეებს უყვები ბრენდებს და იქ არის რომ აი ჩვენ შემთხვევაში შეიძლება 80% იმ იდეებზე ბრენდმა გითხრას რომ არა არ მომწონს ანუ ეგ არ ნიშნავს იმას რომ შენი საქმიანობა ამით ან კნინდება ან რაღაცა რისკი პირიქით ანუ შენ რამდენადაც მიჩვეული ხარ ამ არაზე ადაპტირებას ესე რომ ვთქვათ მით უფრო ძლიერი ხარ მე იმიტომ რომ აი ხშირად არის ხოლმე რომ რაღაცა ეს სამოტივაციო მეშიც ალბათ ძალიან ბევრს უთქვამს რომ ამ თავარი თუ ბევრჯერ დამარცხდები უფრო ძლიერი ბრუნდები და ასე შემდეგ მაგრამ ბიზნესში ხა შეიძლება ნეტვორკინგში ხა დღევანდელ დღეს აქ ვინმე ხა მეიჭვება რომ ვინმე დღეს წინანდალში არა გითხრას ნეტვორკინგზე იმიტომ რომ ყველა ამისთვის არის აქ და ეგ ალბათ უფრო თამაშდება ბიზნესზე როცა მინიხარ რაღაც კონკრეტული შეთავაზებით ჩვენ სერვის უფიჩავ რაღაც
პრეზენტაციას აკეთება, შეიძლება იმან უბრალოდ არ დააინტერესოს ის კონკრეტული, რასაც შენს თავაზობ და ეს არ ნიშნავს, რომ ის უარს ამბობს შენზე, როგორც პერსონაზე, როგორც კვალიფიციურ ადამიანზე და ეს არ უნდა მოქმედდეს შენს ეგოს არ უნდა აკნინებდეს მოკლედ. იმიტომ რომ ნებისმიერი უკუკავშირი, მოდი ესე გავაკეთოთ. და ხო არსებობს სამი კატეგორიის უკუკავშირი რა, ერთ-ერთს პოზიტიური, ნეგატიური და ნულოვანი უკუკავშირი. ანუ ნეგატიური უკუკავშირი, იმიტომ რომ მე თუ კონკრეტული წინადადებით მოვდივარ თქვენთან და თქვენ მეუბნებით, რომ იცი რა არის, ჩემთვის არ არის საინტერესო. ჩემთვის უკუკავშირი, იმიტომ რომ ან ვერ მოვამზადე ისე, რომ თქვენზე თარგეტირებული ყოფილიყო, ეგ ერთი, ან მეორე, საერთოდ არ არის ჩემი თარგეტი ეს. ჩემთვის ეს უკუკავშირია, ვიდრე უბრალოდ მივიდე თქვენ არაფერი არ მეთხრათ. აი აღმოსავლურ კულტურაში რო არის ხოლმე, რომ აი თუ ღმერთი ინებებს მაგალითად, რა, იმიტომ რომ ჩვენ ორ გეოგრაფიაში ვმუშაობთ უზბეკეთის ნაწილში და ნუ იქ არის ეს ამბავი, ნუ თუ ღმერთი ინებებს, ანუ როგორც ჩვენი ნაზარით ვთარგმნოთ, ვნახოთ. ანუ არაფერს არ ნიშნავს, არც კი არ ნულოვანი უკუკავშირი. და ეს ხო აი მეც ძალიან ხშირად შემხვედრია ხოლმე, რომ ანუ უარი მითხარი, უარი. ანუ ხო მე ხო რაღაცა გეგმამა, გელოდები, გრაფიკი მაქვს შედგენილი, რაღაც ანუ მოლოდინის რეჟიმი ანუ ქართულ ბიზნესში არის, აი ძალიან ცუდი თვისება, რაც შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ და აი რა უპირისპირდება კულტურის ამბავია, არა, ანუ კულტურის ამბავია. ჩვენ არ გვიყვარს უარის თქმა. ზოგადად არას თქმა ჩვენ აღმოსავლურ კულტურას რისი ფესვებიც გვაქვს, ხო? არას თქმა, მაინც კარგი ტონი არ არის, აი დავფიქრდეთ, იგივე ჩვენ აუდიტორიასაც ვუხდით, აი დაფიქრდით, ხო. ანუ ის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე არას თქმა. ანუ შეიძლება ვიღაცამ არასწორად გაიგოს, ვიღაცა ვასვაწყენინოთ ვგონია, მაგრამ მისთვის ეს უკეთესია, უნდა უთხრა, ანუ არა არის მისაღები. ხო, ამიტომ ეგრე ვხედავ მე არასთან, ხო, იმიტომ რომ ხო ისეთი თემა არის ხა უფრო ძალიან სიღრმეებში რომ აღარ წავიდეთ და რომ და უფრო დაუბრუნდეთ ჩვენს აი ამ ურთიერთობების საკითხს, ანუ მე ხშირად შემხვედრი ეგეთი რაღაცები, რომ აი მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე დამფუძნებლებს მაგალითად და კარგია რომ თქვენ როგორც დამფუძნებელი მაგ გადმოსახედიდან ახლა მიპასუხებთ ამ კითხვაზე, ხშირად უთქვამთ ხოლმე თავიანთი თანამშრომლებს, ხო არის ხანდახან რაღაც აქ ძალიან ბევრი ბრენდი არის ახლა წარმოდგენილი, რომელსაც შეიძლება დამფუძნებელი არ ესწრება, მაგრამ მათი თანამშრომლები ესწრებიან, ხო სხვადასხვა დეპარტამენტები არიან აქ და მათ ხშირად არის ხოლმე რაღაცა KPI-სავით ალბათ ხოლმე ჩადებული, რომ იცი არის networking Georgia-ს ღონისძიებიდან თქვენ მინიმუმ 10 კონტაქტი უნდა წამოიღოთ. ანუ აი ეგეთი განსაზღვრა რამდენად სწორია, რამდენად არასწორია. შეიძლება ეგ შეხა ბიზნესზე მოვიყვანე მაგალითი, მაგრამ შეიძლება რაღაცა თქვენ როგორც პირადად საკუთარ თავს დაუწესოთ, რომ ჩემი networking Georgia-ზე ჩასვლა რო იყოს, ასე ვთქვათ, ნაყოფიერი, მინიმუმ 5 რაღაც კონტაქტით უნდა წამოვიდე. მე მომწონს ეგ მიდგომა. დღეს მაგალითად კონკრეტული გეგმით არ ვარ წარმოდგენილი, მაგრამ შეიძლება გზაში მომაფიქრდეს ეგ. ეგ არ არის ცუდი. პირიქით ალბათ შეიძლება კარგიც იყოს. ოღონდ მან როგორც მარკეტინგში ხოლმე, ხო, ნუ ლიდები და რეალური ლიდები. ალბათ ეგეთი ამბავია ხოლმე. მე ხო და აი რამდენად ხარისხიან ლიდებს მოგიტანდათ თქვენი, ასე ვთქვათ, თანამშრომლისთვის, რომ მიგეცათ ეგეთი დავალება, რომ 10 კონტაქტი უნდა მოიტანო შენ ხვალ ოფისში პირობითად. ხო, მე ჩემ თანამშრომლებს ეგეთ KPI-ს არ დაუწესებდი, ნამდვილად არ დაუწესებდი მაგას, იმიტომ რომ ჩვენი ბიზნესის სპეციფიკა რაოდენობაზე არ გადის. ხო, ანუ ჩვენ არ ვართ რაღაცა მას წარმოების ბიზნესი, ხო, ჩვენ შეიძლება წელიწადში გვყავდეს 3 კლიენტი, რომლებიც ნუ თლიან ბიზნეს მიზნებს აღწევდეს, ხო, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ მე მაგას არ გავაკეთებთ, მაგრამ როგორც მიდგომა დაგეთანხმებით, რომ ძალიან გავრცელებულია და ცუდი მაგაში მართლა არაფერი არ არის. ეგ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველას კერაგოს კლასიკურ KPI-ს უყურებდი, ხო, რომ ყველას კი არ ხვდები, არამედ კონკრეტულად მაგალითად საბანკო სექტორის წარმომადგენლები არის ჩემი თარგეტი. კი, სხვები შეიძლება გავიცნობოთ, გამარჯობა, გაგიმარჯოს, მაგრამ ის რომ ვინ მდგომარეობა დადგეს, რომ მე რაღაცა ოფერი მოგეცდას, თქვენ სარგებელს ნახავთ და შესაბამისად თქვენგანაც მე რაღაც სარგებელს ნახავ, ეს შეიძლება ფოკუსირებულად მოვემზადო კიდე ამ შეხვედრისთვის, რომ აი გამარჯობა, მე ალექსი ვარ და რაღაც უნდა მოვაყოლო, რაც თქვენ დაგაინტერესებთ. შეიძლება მოვემზადო კიდე ამისთვის. მოიდგო მაგაში ცუდი მართლა არაფერი არ არის, უბრალოდ ჩვენთან ჯერ კიდევ უბრალოდ ეგრეთ წოდებული pitch deck-ები მარტო სტარტაპულ გარემოშია ხოლმე თითქოს რა დანერგილი, მაგრამ ის რომ ადამიანს, რომელსაც შენ გარდა 16 მილიონი კიდე სხვა საქმე აქვს, შენ გარდა კიდე ბევრი ვიღაც ურეკავს და ამ ღონისძიებაზე შენსავით კიდე 10,000 კაცი ფიქრობს,
გჭირდება რაღაც განსხვავებულობა, რომ შენი თავი დაამახსოვრო. მე მგონი რომ აი networking-ის ხელოვნება თუ ამას ხელოვნებას დავარქმევთ არის ის რომ ერთი რომ ის რომ გადავალახო რომ მოვედი თქვენთან და მეორე რომ მოვედი როგორ უნდა დაგამახსოვრდეთ. მგონი რომ ეგ მოწოდება თუ რჩევა ალბათ ეგ უნდა მივცეთ ჩვენს მსმენელებს რომ დასამახსოვრებელი უნდა ვიყო რაღაცით. არა ფორმით, არამედ შინაარსით. ხო, იმიტომ რომ ფორმით შეიძლება ყველამ მაჯობოს, მაგრამ აი ხო და ეგ დამავიწყდა მე თქვა რომ თუ KPI-ს ავიღებთ, თქო, კარგი ერთ თან მის შევისწავლე, მაგალითად მე თუ მინდა რომ გავიცნო ალექსი, უნდა ცუდი სიტყვა დასტალკვა, არ დასტალკოთ არავინ, მაგრამ უნდა ვიცოდე მისი ინტერესებია, მაგალითად თუ ჩემმა კომპანიამ ბოლო ერთი თვის წინ რაღაცა მნიშვნელოვანი ღონისძიება გააკეთა, ყველას უყვარს ამის მოსმენა, ადამიანები ვართ, ხო, ჩვენ ხო რაღაც ძალისხმევა ჩავდეთ და რანდომ ადამიანებისგან რო ვიღებთ ხოლმე ამას და ამქვსიამოვნებს ყველას, როგორი იერარქიისაც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. ამიტომ ჯობია რომ შეისწავლო ვისაც ხვდები, ნახო ვინ არის რა ინტერესები აქვს, რომ შედარებით უფრო დასამახსოვრებელი გახდე. ვიდრე გამარჯობა მე ალექსი ვარ ასეინდან და ვიცნობდეთ ერთმანეთს და მან დაერთ ჯადოსნური ესეთი ფრაზა, რომ ჩემ გონებაში რომ გაგიცანი. მე რა ამით ყველა ეგ არის რა ტანგო მაგიტოვთ, რომ რაღაც ერთი საპირისპირო ნაბიჯები უნდა გადავდგეთ. იცი რა რისი კითხვა მინდა და ეხლა ამომიტიტვირა თავში რომ აი ხშირად არის ხოლმე უფრო ბიზნესის ქარეს რო ვთქვათ ამბობენ ანუ პანდემიის მერე უფრო აქტიური გახდა რა ესე რო ვთქვათ აი კოლი გირჩევნია თუ ფიზიკური შეხვედრა ხო თითქოს რაღაცა თანაბარ მნიშვნელოვანი ამბავია რომ ანუ ორივე ერთი შინაარსის ამბავია აი ხშირად არიან კატეგორია ადამიანებს რომელს გეტყვია რომ იცი რა არის აი კოლი და მეტი არაფერი იქით არის ადამიანი რომელიც აი არასდროს კოლს არ ჩაგინიშნავს გეტყვის რომ მხოლოდ ფიზიკური შეხვედრა მეჩვენა აი მან არის რამე ისეთი თქვენი განმოსახედიდან რაღაცა რაღაც decision makers-ო ეძახიან რა რომ შეიძლება გადაგიწყვიტოს კლიენტის კონტრაქტი მაგალითად არ ვიცი ალბათ არა მან არის ორი ვარიანტი მირჩევნია და ფაქტობრივი გარემოება რა თქმა უნდა მირჩევნია რომ ფიზიკურად გავაკეთო და იგივე უზბეკეთის მაგალითად რამდენჯერ წავსულ ვარ მარტო იმიტომ რომ ადამიანი გამეცნო აი უამრავჯერ ალბათ მირჩევნია, მაგრამ გააჩნია ასევე ვისელაპარაკები. უამრავი კონტრაქტი გქონია, ესე ფიზიკურად რო არ მიცნობდით და ისე გაგვიკეთებია რა. ეგეც ოკეია. მაგრამ მან არის ხოლმე ყოველთვის ისევ და ისევ დავბრუნდები კულტურულ კონტექსტზე. თუ ჩვენ ის ადამიანი არის იმ გარემოდან, სადაც ფიზიკური ურთიერთობები, მაგალითად, საჩუქარი მოგიტანეთ, პატივისცემის ნიშნად რაღაც გრთამი, ანუ რაღაც საჩუქარი პატივისცემ. შეიძლება ამან რაღაც გადაწყვეტა ტვინში რაღაცაზე იმოქმედოს მართლა. ამიტომ ყოველთვის გააჩნია მაგას რა ესე რეცეპტულად კი და არავერ მე სუბიექტურად არჩევანი რომ მქონდეს ყოველთვის ფიზიკურად მერჩევნია თვალებში რო უყურებ body language-ს რო სწავლობ ისეთია თან ონლაინ როცა არის ადამიანი მის ჩართულობასაც ვერ აკონტროლებ იმიტომ რომ იქ ტელეფონზე დაურეკავ ვიღაცა ვერ ხვდები მოსწონს არ მოსწონს აი რთულია მართლა რა მოლაპარაკების კონტექსტში განსაკუთრებით ფიზიკურად აი კონტაქტი და ასე შემდეგ მგონია რომ ესეთი ნიშნულოვან როლს თამაშობს. არ მინდა რომ დიდხანს გაგაჩერო, ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა თქვენთან. დღეს ძალიან ბევრი აქტივობა არის დაგეგმილი და დაწუნებული ვარ რომ არაერთხელ შევხვდებით უკვე თვითონ ღონისძიების ნაწილში. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ჩვენ შემდეგ სტუმართან ერთად გავაგრძელებთ თქვენთან საუბარს.